მეგობრებო, მოკლედ ეს არის ხულოგოდერძის დამაკავშირებელი გზა, სადაც არის დაახლოებით 3 კილომეტრიანი საცობი. ხულოელების ძალიან დიდი პრობლემა არის ეს მონაკვეთი და დიდი ხანია ვსაუბრობთ ამ მონაკვეთის მოწესრიგებაზე, გაკეთებაზე, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ ჩანს, არ არის ამ გზაზე პასუხისმგებელი, ყველა ირიდებს რაღაცნაირად პასუხისმგებლობას. ახლა სადღაც 3 კილომეტრიანი საცობია კურორტისკენ მიმავალი, მანქანები გაჭედილია. გზის მოწესრიგება არ ხდება არც მარილის დაყრით, არც სამაშველო სამსახურებია ადგილზე მობილიზებული გზის მონაკვეთზე მანქანებს დაეხმაროს. სადღაც ეს საცობი გრძელდება 3 კილომეტრი, რა მდგომარეობაშია გზა უყურებთ ალბათ. თქვენ ალბათ გინახავთ არაერთი სარეკლამო კლიპი გოდერძის შესახებ, თუ როგორი დიდებული კურორტია, რატომ უნდა ესტუმროთ, მაგრამ სამწუხაროდ 40 კილომეტრიანი გზის მოწესრიგება ვერ დასრულდა სადღაც ბოლო 20 წლის განმავლობაში. ხულოელები მხოლოდ ამას ითხოვენ და ხელისუფლებას ამ მონაკვეთის მოწესრიგებას თხოვენ. ალბათ თქვენ კარგად იცით რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მონაკვეთი. სადღაც 1 საათია ვართ გაჭედილები, ვერ იძვრის მანქანები, სამაშველო სამსახურები არ ჩანს, არ გვეხმარება არავინ. ვისაც გადაწყვეტილი გქონდათ გოდერძიზე დასვენება, გირჩევდით რომ გადაგედოთ ან რაიმე სხვა კურორტი აგერჩიათ. ამ ეტაპზე როგორი მაღალი გამავლობის მანქანითაც არ უნდა იყოთ, სამწუხაროდ კურორტამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია და თითქმის შეუძლებელიც კია კურორტზე მისვლა. სადღაც 3 კილომეტრიანი საცობია. ამ რაიონში სამწუხაროდ არ არის დარჩენილი კომპეტენტური პიროვნება, კომპეტენტური სამსახური, რომ დახმარებისთვის მიუმართოთ ადამიანებმა. ფაქტიურად ბედის სანაბარად არის ეს გზა მიტოვებული. როგორც უკვე გითხარით, ახალი წლის დღეებია, ყველა მიემართება კურორტზე დასასვენებლად, მაგრამ არ ხდება გზის არც მარილით და არც რაიმე სხვა საშუალებით დამუშავება, რომ იყოს მარტივად გადაადგილება. სავარაუდოდ დღის ბოლომდეც ვერ მოვახერხებთ კურორტზე მისვლას. ვინმეს თუ დაგეგმილი გაქვთ დასვენება ან აპირებთ ამ დღეებში კურორტზე წამოსვლას, გზის მდგომარეობა აუცილებლად მოიკითხეთ. თუ არ გამოსწორდა და შეიცვალა სიტუაცია, მარილი თუ არ დამუშავდა გზა, ფაქტიურად შეუძლებელიც ყია კურორტამდე მისვლა. რა გახდა 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგება, ან როგორც ხულოს მერიისთვის, ან კიდევ საგზაო დეპარტამენტისთვის წარმოუდგენელიც ყია. ეს არ არის გუშინ და გუშინწინ დაწყებული პრობლემა, ეს არის 10 წლეულებია ამ გზის გადაჭრის საკითხი. ადამიანები ოჯახთან ერთად აპირებენ საახალწლო დღეებში
დასვენებას კურორტზე, მაგრამ კურორტამდე ვერ მიდიან სამწუხაროდ, რადგან მისასვლელი გზა არის საშინელ მდგომარეობაში.